როდესაც სამხრეთიდან დაუბერავს ქარი, გამოჩნდება მთებზე მოსეირნე თეთრი ჯადოქარი. ტანად არის ახოვანი, თუმცა ნაბიჯი ამჩქარი რა ნახა გაიარა მან ცხოვრება ბობოქალი. ღიმილი აქვს სახეზე და საუბარი იცის ცხნარი. შეუძლია მას შეუღვინოთ რომ გარდაქმას სუფთა წყალი. სამეფოში არავინ არ არის მასზე მწყალი. დააბეჭებს გრაფინიას სიყვარულით მთვრალი. ყოველი დღის გაქენება სალიონზე ხდება, მას ჯერა და სავს ვინც სირთმულებს გადარჩება. უხვეს წიგნების კითხვა წაკითხulis გააზრება, მან თავისი წინაპრის საქმე გააგრძელა. მან შუაგულ ტყეში დასცა თეთრი გარავი, იყო სრულიად მარტო მას არ ახდა არავინ. გაძილი საქმის კეთება იყო მისთვის მთავარი, ცხოვრებაში არასდროს ყოფილა ამ პარტავანი. პოეზია იტაცებს და რომანტიზმის ეპოქა. მცირე საგზავი ლექსები მას მთელი კვირა ეყოფა. არასოდეს უცდია სხვისი სიცოცხლის ხელყოფა. მას უყვარს და მოსწონს თავისი ცხოვრება და ესხობა. მეფის კარზე იცნობენ პატივსაცემი კაცია. ხშირადაც ყოფილა შლის კარზე ამ მეფის დელეგაცია. მუდამ სახელზე ღიმილი, მუდამ თეთრები აცვია. მას უყვარს თავის სამშობლო მეფე და მთელი ნაცია. დღის გაქენება სალიონზე ხდება, მას ჯერა და სავს ვინც სირთმულებს გადარჩება. უყვარს წიგნების კითხვა წაკითხulis გააზრება, მან თავისი წინაპრის საქმე გააგრძელა. მან შუაგულ ტყეში დასცა თეთრი გარავი, იყო სრულიად მარტო მას არ ახდა არავინ. გაძილი საქმის კეთება იყო მისთვის მთავარი,